გამარჯობა ძვირფასებო, დღეს მე ვარ აღჭურვილი მთელი ჩემი რაღაცებით. აი დღეს მაცია ლამაზი ახალი ფართუკი, წინ საფარი და აბა როგორი გოგო ვარ? მე მგონი ძალიან მიხდება, რა სიტყვით. დღეს ვაკეთებ უგემრიელეს, უმარტივეს მედოქს. აგერ მიქსერი გავამზადე, მიდევს ყველაფერი რაც საჭიროა, მოდით ერთად გავაკეთოთ. ესე იგი, მე მაქვს აი ამხელა ჟარონა მაქვს, რომელზეც ვაკეთებ სამ ფენას და სამზე წაუსმევ, მეოთხე ფენა დამჭირდება დასაყრელად და ბავშვებსაც უყვართ სახრაპუნოთ ესე სამაიმუნოთ საჭმელად. მოკლედ ეს კამერა ვერადავერ გაასწორე. ესე იყოს მე მგონი ჯობია. დავიწყოთ. ჭირდება 6 ცალი ოთახის ტემპერატურის საშუალო ზომის კვერცხი. მოდი შეჯერათე. 6 ცალი კვერცხი. დავდგი ქვაფში წყალი, რომ მე ეს მასა ხომ ოთხონზე უნდა დავდოთ. ამიტომ წყალი უკვე დავდგი და როცა ადუღდება, ზემოთ უნდა დავადოთ ეს ჩვენი მასა. ამიტომ წინასწარ მოემზადეთ, რომ დრო არ დაკარგოთ მერე. 6 კვერცხი ჩავტეხეთ, ეხლა დავიბარ ხელებს. რამდენი ხარი აქვს, ვცდილობდი რომ მეყიდა, არანავითომ რა უნდა, მაგრამ ვერადავერ მივედი მაგამდე. ესე იგი, კვერცხები გავტეხე, ეხლა დავამატებ შაქარს, ნელ-ნელა, თითო ჭიქას. მაქვს აი ესეთი 300 გრამიანი ჭიქა, სადღაც 2.5 ჭიქა დამჭირდება, იმიტომ რომ ეს არის ცოტა დიდი პორცია. 1 ჭიქა 300 გრამიანი კი 300 გრამი წყალი შედის ამაში. შაქარი რამდენი ჩადის ეხლა ვიგებ. აი ეხლა გავდოვოთ. საზომში და გავზომოთ რამდენი არის შაქარი. ხო, ანუ შაქარი ზუსტად 300 გრამი ჩადის. 300 გრამი ორჯერ. პოსტოლიო 300 გრამი. დიახ, 300 გრამი. ხო, ახლა ფაქტი. ორჯერ 300 გრამი და კიდე ნახევარი. ანუ გამოვასადღაც გრუბად 700 გრამი შაქარი. ეს უნდა ვთქვით სანამ მასა არ გახდება თეთრი. ერთი ხო დავამატებ და მეორე. დაოდექშია? ნელ-ნელა დავამატოთ. ათქვათილი გინდა? ლიანად ყვითელი რო არის, თეთრი რო არა?
ლამაზი კრემის ფერის ახლოს მოვიტან, რომ კარგად გაინახოთ. აგერ მე მგონი ჩანს მასა. ეს იყო მეორე ჩადავამატოთ კიდევ ნახევარი და სრულიად საკმარისია უკვე. ნახევარი. ამისათვის კიდევ დამჭირდება 100 გრამი მდნარი მარგარინი. მე მაქვს ელეტი. ნახევარი უკვე მოვჭერი და დნება ფურაზე. ხა შევხედო რა მდგომარეობაშია. აი ჩვენი მარგარინიც დადნა. დავეროდოთ სანამ კარგად აიფრინდება და ეს მასა ჩავასხათ შაქარკვერცხში. ასე ვთქვათ, გოგრიმონზე დავდოვოთ. ძალიან გვიყვარს ეს ნამთვარი ბავშვებსაც. ბევრი მიფიქრეთ რა ნამთვარი გამეკეთებინა და მოკლედ მაინც ამ ნამთვარზე შევჯერდით, იმიტომ რომ ყველას უყვარს. კამილას კაკალი არ უყვარს, ირაკლის თეთრი კრემი არ უყვარს და მოკლედ შევჯერდით ამ ნამთვარზე. ამიტომ რა ვიცი, ჯობდა კიდევ სხვანაირიც, მაგრამ გირდებით რომ სხვა დროს კიდევ სხვანაირისაც დავაკეთებ და აუცილებლად ერთად შევაფასებ და დავაგემოვნებ. მოდი მაშინ აფასებ და იმენას ერგოკვერცხი მოუნდა. ამასობაში მასაც ვეხმარები. განები, ახლა განები და ხელები დაიბადე არ შეიძლება, ბავშვი. ხელები დაიბადე. დავამატეთ შენი მდნარი მარგარინით, შეიძლება კარაქით, ან თუ კარაქი არა გაქვს, ზეთით შეიძლება. რომელიც ხილით გინდა. ოღონდ ოდნა ვაცადეთ, რომ ოთახის ტემპერატურა მიიღოს. ხოდე აიჭრება მასა კიდე და მე არ ვენარება მარგარინი. ახლა კრემი რო იყოს, კიდე კარაქს გავუკეთებდი. და რადგან ეს არ არის კრემი, მარილი გავუკეთებ. მოდი აი ეს ნაგავი გადავყავებ ჯერ კარგად ვოფიქრე კიდე. ეს ნაგავი არ გჭირდება და გადავყარავთ. ასევე დაგჭირდება თაფლი, მე მაქვს ნატურალური თაფლი. დაგჭირდება 3 სუფრის ორზი თაფლი. 3 სუფრის ორზი. მეორე სუფრის ორზი. აი დიდი სუფრის ორზი. დიდი კოზები ამ გენანებად თაფლი შეგიძლიათ შავისგან დაამზადოთ.
ასე ვთქვათ, მათყუ არა თაფლი. ჩვენც ასევე ბევრჯერ ვაკეთებდით, დედაჩემი ბევრჯერ აკეთებდა მასე. და შეგიძლიათ თქვენც გააკეთოთ. არ ჩამოურჩება ჩვეულებრივ თაფლს. ნახეთ, YouTube-ში არის მომზადების რეცეპტები. როგორი მოვამზადოთ? შარფიდან მათყუ არა თაფლი. ეს სანამ ითვიფება, მე მილენას ერთი წამი დავიმატებ. Soda. Chalaput zmri. Vanilis esenția an ჩვეულებრივი ვანილინი. მე მაქვს ვანილის უგემრიელესი ესენცია. იმ დღეს ვიღაცამ მკითხა საიდან გააქო სადი კიდეო მეთი ვაჩუქეთ და ზუსტად არ ვიცი საიდან. საიდან გემრიელება იცი? სულ უნდა რამდენიმე წვეთი თუ ესენცია არის. ეხლა დავაცადოთ კიდევ სადღაც 5-6 წუთი რომ კიდევ კარგად აიფიქოს და ეს ყველაფერი მასა რკინის ჯამში გადმოვასხათ და დავადგათ ორთქლზე. გადმოვიდეთ ჯამს.
აი უკვე ოდნავ ამოდუღებას რო დაიწყებს ეს თვითონ ეს მასა. აბა შევამოწმოთ კარგად აიქვიფა თუ არა. შევამოწმოთ ეხლა როგორ აიქვიფა. აბა ვნახოთ. ერთი ორი წუთით თქვიფოთ კარგად. დედა ეგ რა არის? ეგ არის უბრალოდ წყალი, რომელზეც ზემოდან უნდა დავადო ეს ცომი, რომ ორთქლზე წარმოიდუმოს. ზუსტად 2 წუთით და უნდა დავადგა ორთქლზე. აი დავადგი უკვე ორთქლზე და სადღაცა უკვე 15 წუთი აი ესე დგას და ვურევ, აი უკვე კარგად გაიზარდა, ამოიბურცა, ასე ვთქვათ. უკვე ლამის დუღს. ახლა უნდა გადმოვიღოთ ეს მასა და დავამატოთ 2 ჭიქა ქვილი, ავთქვიფოთ და შემდეგ ისევ 10 წუთი დავდგათ ორთქლზე, შემდეგ გამოვთოთ და 1.5 საათი ესე ორთქლზე იდგას. ეხლა გადმოვდგავ და დავამატებ 2 ჭიქა ქვილს და მიქსერში უნდა მოვურიო. აგერ დავამატე მეორე ჭიქა ქვილი და ვქვიფავ. ეხლა ამას ავქვიფავ კარგად. ერთგვაროვან მასას მივიღებ და ისევ დავდგავ ორთქლზე კიდევ 10 წუთი, 5-10 წუთი. შემდეგ ხურას ცეცხლს ჩავაქრობ და 1.5 საათი ესე ორთქლზე იქნება ჩავქრალ ცეცხლზე. შემდეგ კი გადმოვდგათ და გაჩვენებთ უკვე. ეხლა უკვე 2 ჭიქა ქვილიც ხო დავამატეთ. ქურაზეც ხო იდგა კიდე ორთქლზე 1.5 საათი. ახლა ჩვენ რა შვრებით? შვრებით შემდეგს ეს თვითონ ცხელი ეჯერ ავიღოთ კიდევ 4 ჭიქა ქვილი და ჩავამატოთ აი ამ ცომში. შევხედოთ 3-4 ჭიქა. აბა ნახოთ. ჩავაცეროთ და თან მოვურიოთ. ერთი. მე ვფიქრობ, რომ 3 კომზი საკმარისი იქნება. 3 ჭიქა, უბრალოდ საკმარისი იქნება. აბა ვნახოთ. ეს ერთი. ქურა უკვე ჩავთე. ცხელი უნდა იყოს აუცილებლად. კარგი გახურებული. ჟარონა უნდა იყოს ცივი. ეს ერთი ჭიქა მოვურიეთ. ერთგვაროვანი მასა მივიღეთ. კიდე ეს მეორე ჭიქა. ესეც მოვურიოთ. მოვურიოთ და მივიღებ გემრიელ, ძალიან გემრიელ და ძალიან მე მგონი მარტივ ნამცხვარს. გონია მარტივია რა? აბა რა სიტყვით?
ოღონდ დღეს ვამზადებ მხოლოდ ფირფიტებს. კრემი იქნება ხვალ. ასევე ხვალ უნდა დავკრემო. ეს მეორე ჭიქა იყო. მესამე ჭიქა. რეცეპტში წერია 3 ან 4 ჭიქა შევხედოთ. თვითონ მივხვდებით. მაგარი ცომი უნდა იყოს ძალიან. ესეთი კაი პლასტილინის მაგვარი ცომი უნდა იყოს. სკელი პლასტილინის მაგვარი ხო? ასე რომ კარგად მოურიეთ. ზოგი ურევს ხელით. შეგიძლიათ ხელითაც მოურიოთ. ჯერჯერობით ყოვზით შემიძლია, მერე ვნახოთ. ეს იყო 3 ჭიქა. ფიქრობ კიდევ დამჭირდება. აბა ჯერ ნახევარი დავამატოთ, მერე შევხედოთ. აბა კარგად მოურიოთ და კიდევ კარგად ერთგვაროვანი რომ მივიღოთ და დავიწყოთ უკვე ფირფიტების გაფრთხილება. რა იყო დედიკო მითხარი? რა? არა. წინდა რა? არა. მაშინ ითამაში გთხოვდი კი? წყალი ძალიან ჭიდადი გაქვს უკვე. ჭიდელია უკვე. ეგ წყალი არ მჭირდება უკვე. ჭიდელია სულ. და კაი ჩონია. ამის ჭამა ეხლა არ შეიძლება და. ეხლა უნდა გამოვაცხო და მერე დავცხარი იქნება გემრიელი. არა, გემრიელი არა. რატო არ იქნება გემრიელი? არ იცი? აი უკვე ისეთია რომ ძლივი ხა. მოდის ეხლა ჩვენი ზედაპირი და ეს ცომი გადმოვიღოთ ზედაპირზე, რომ შემდეგ გავყოთ წესით 4 ნაწილად. 4 ნაწილი უნდა გამოგვივიდეს. იმიტომ რომ 4 ფენა უნდა გავაკეთოთ, 3 ძირითადი და 1 მოსაყრელად. არ დავტოვოთ ეს ცომი. ძალიან გემრიელი, ქვაბზე დარჩა კიდევ. ეს აღარ გჭირდება.
გჭირდა 4 ჭიქა ქვილი აქაც. რომ ეს ცომი გახდეს ერთგვაროვანი და ჩავზილეთ. მოკლედ ახლა და 4 ჭიქა ქვილი დაგჭირდა. ახლა ჩავზებ, გავუყობ 4 ნაჭრად. ისეთი უნდა იყოს, მოკლედ რომ ხელებზე არ იწედებოდეს. მილენა, მამა მოვიდა. რატო? ჩადი მერე. ამიტომ შოკოლადები მოუტანათ, სამსახურში დავრიგეს ბავშვებს. ვისაც ბავშვები ყავთ, ანუ იმათვის დავრიგეს ბავშვებს. მოკლედ აგერ ეხლა ეს ცომი გავყოთ 4 თანაბარ ნაჭრად, ასე ვთქვათ, ნაწილად. აი ეს ცომი. ნახოთ აბა როგორ გამომივა. ეგერთი. ორი. შეგიძლიათ გააკეთოთ 3 ცოტა დიდი და 1 ცოტა პატარა იქნება. და ეხლა იქნება მეოთხეც. 3. სადღაც აი თვალის ზომით რომ ყველა ერთნაირი იყოს. აი ეს მე მგონი ცოტა დიდია. აი მეოთხე ცოტა პატარა გამოვიდა. ეხლა შემოკარგებო. ავიღოთ ჟარონა, მაქვს სპეციალური პერგამენტი ვიყიდე გუშინ. პერგამენტი ვიყიდე, აგერ ესეთი. როგორ იქნება? დავჭრით. უნდა იყოს 5 თუ არ ვცდები 5 ფენა ქაღალდის ზომით არ არის, უბრალოდ სიგრძით არის. ჩვენ თვითონ უნდა დავჭრათ. სიგრძის მიხედვით დავჭრი ახლა. Yes,
ხელია. ოდნავ მაინც ამოვა და იქ საკმარისია, იმიტომ რომ მე კრემიც იქნება. სამი ზუსტად ერთნაირი ფენა. სრულიად საკმარისი იქნება, ამიტომ კარგად გავაბრწყელოთ ბოლომდე. შეგვიძლია ჭიქითაც გავაბრწყელოთ. თუ ხელით ვერ ახერხებთ დავუშვათ. ბოლოს ჭიქით მივალ, იმიტომ რომ კუთხებამდე ვერ ვახცევ. ამ კუთხეშიც მივალ ეხლა და ჩავდებ ქურაში. მოკლედ ესე უნდა გავაბრწყელოთ ყველა ფენა. თან ხელი ჩაყავით ხოლმე ფქვილში, თორემ სომი ხელზე რჩება ხანდახან მაინც. მოკლედ აგერ გავაბრწყელე, ჩავდებ ახლა ქურაში და ზუსტად 5-7 წუთში იქნება. 180 გრადუსზე 5-7 წუთი მეტი არ უნდა ერთ ფენას. ასანთით შევამოწმოთ ფირფიტის მზაობა, ავიღოთ ასანთი, ჩავარჭოთ ფირფიტაში. თუ ზედ არაფერი არ მიეწებება, ესე იგი ფირფიტა მზად არის. აბა ვნახოთ. ჩავარჭოთ, ამოვიღოთ, ჩავარჭოთ, ამოვიღოთ, მზად არის. გადმოვიღოთ, ნახეთ როგორი ფუმფულა ფირფიტა გამოგვივიდა. აი, ეხლა ავიღებ. გადმოვდოთ ფირფიტა. და გადმოვაბრუნოთ, ცოტა ცხელი იქნება, მაგრამ შევაშოვოთ ხელთათმანი. ავაცილებ პერგამენტი, სუპერ. ძალიან ესეთი ჰაეროვანი, შეხედეთ როგორია, რამ სისქეა, სადღაც 2 სანტიმეტრის სისქე გამოვიდა, მშვენიერია, შეხედეთ. ეხლა ზუსტად მასეთი უნდა გაცივდეს ეხლა ეგრევე პადნოსზე ან რამე ტაფაზე არ დადოთ, რომ ისუნთქოს თვითონ ფირფიტამ. ეგრევე არ დავორთქლდეს. შემდეგ ასევე მოვამზადოთ დანარჩენი ფირფიტებიც, მე გავიქეცი და ვამონტაჟებ ვიდეოს, რადგან ერთი და იგივეა, ეხლა თავს აღარ მოგაბეზრებთ. თქვენ კი გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ხვალ კიდევ
კრემის რეცეპტს და ასევე დავკრემოთ და ყველაფერი ერთად და გაჩვენებთ ამ ყველაფერს. მე მგონია ძალიან გემრიელი და ლამაზი ნაუცხორი უნდა გამოგვიდეს. აბა დროებით გემშვიდობებით.